На сегодняшний день. В треугольнике Россия-Украина, США, причем, да, но главным как раз угрозой, тот, кто реально может разрушить, это Европа. Вот с учетом особенно заявления Мерца, его высказывания относительно снятия вето с дальнобойных ракет, вот это реальная угроза, которая может разрушить и треугольник сам по себе, и российская угроза. Тут, причем очень характерно, что вот это как бы европейская... მოკლედ მე ალბათ ნახავენ, მინდა პირველ რიგში, რავი, ზოგი ულოცავს, ზოგი არ ულოცავს. მოდი ნუ დავარღვით, მაინც გინდა არ გინდა უმრავლესობაზე იმობს, რაცა ყველა იქაც მე. მოკლედ გილოცავთ ამ 26 მაისს. და დავამთავრებ, რავი, რომ ვინც გინათ მიიღეთ, ვინც არ გინათ არ მიიღოთ ეს მილოცვა. მინდა გავხმაურო ამ საწყალ ბავშვს ახლა ეს გეწაძეა თუ რაღაცა მამაწახლი და პრინციპში მაგისთვისაც ავწერ ახლა ამ ვიდეოს რა ალბათ მიუტანენ ამ ვიდეოს მოასმენინებენ და მინდა მას უთხრა რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე ყოველ მიზეზს გარეშე ახლა არ ვიცი ვინ ახარ სოდომისტი ხარ მტერი ხარ ამ ქვეყნის, რავი, ჯერჯერობით ქართველი ქვია და რა ვიცი, მაგრამ გეუნები. ყველა შემთხვევაში შენ უდიდეს პასუხს მოგთხოვენ, შეიძლება ტრაგედიით დაგიმთავრდეს ეს ყველაფერი, ამას არ გაატარებენ. რა ვიცი. ჯერ არ გაუტარებიათ ეგეთი ფაქტი, რომელ ევროპულ ქვეყანაშიც არ ყოფილან. რომელ დაცულ სახელმწიფოში არ ყოფილან. ჯერ ეგეთი ფაქტი არავის არ გაუტარებია. რა ვიცი, სისხლისამართლას აღძრავენ ხოლმე რუსები და მე სასამართლომდე ვერ ახდებს ის ადამიანი, იმიტომ რომ საცაიმალება იქ ყვდება ხოლმე რა. შენ გაქვს 48 საათი. ამ ვიდეოს რომ მოусმენ, მოვა შენამდე, მე ვიცი რომ მოვა. ან დედა შენს უთხარი, ან მამა შენს უთხარი. გამოვიდნენ ჩემზე. მე არ ვამოფრო რამე შეგიცვლ, მაგრამ გეუბნები რომ უკიდურესად ცუდად გაქვს საქმე, უკიდურესად ცუდად. როგორ დამთავრდება მე არ ვიცი. ხო, მე თქვენ არ დეკით კაცო და იქ სტრასბურგებში და იმაში მე შენმა მშობლებმა მე იჩივლონ და რა ვიცი, ჯერ მოკლედ როგორც იქნება, იქნება. მაგრამ გარანტიას არ გაძლევ, მაგრამ არის შანსი. შენ თუ არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არამედ რუს ხალხს, რუსეთში მაცხოვრებელ სხვა ერებს, რომელიც ამ დროშის ქვეშ ცხოვრობენ. ჩეჩნები, დაღისტანელები, ადიღეელები, ოსები, არ ვიცი. ბოდიში მოუხდი მოსახლეობას და არაპოლიტიკურ ხელმძღვანელობას მე დაჟე გეტყვი რომ აი კაიფში ვიყავით და ვერ გავზომეთ და მოკლედ მოიფიქრე რაღაცა კიდე შემიძლია რაღაცა გავლენა გამოვახდინო თუმცა გარანტირებულად ვერ გეტყვი შეიძლება მითხრან კი მაგრამ მეც მომატყუო მანქანა ჩართულია შენს წინააღმდეგ არავის შენ დაჭერას არ გიპირებ და იქ გასამართლებას ამასაც გეტყვი კაცო. გადიქით მე თქვენ და იქ ევროპის სასამართლოებში ირბინოს შენ მამშობლებმა, ცოლმა თუ ყავთ და რავი თუ კიდე ხელისუფლებამ ჩვენმა კაცო. ზდიეთ მე მაგათ ან აფხაზეთში, ან ჩეჩნეთში, ან ადიღეებში და დედა გაქვს მოწყნული ერთი სიტყვით. ბიჭო, არ შენ მშობელს უთხარი. გამოვიდნენ ჩემზე როგორმე სახალხოდ მოუხადე რუსეთის მოსახლეობას ბოდიში ეს არ არის პროტესტის დაწვა რომ დაგეწვა რეაქცია არ ეკნებოდათ შენ იმინაშეურაცხყოფა მიაყენე თუ დაუკვირდები რა კატეგორიის ხალხი პირდება მოსახლეობას კავკასიელი ერებზე მაგ ლაპარაკი რომ მალე განახებთ მაგას კუტუ ჩადებულ პირში
გეუბნები რომ მაინც არ მინდა რომ ამ ქვეყანაში რაღაცა კიდე ცუდი მოხდეს. თორე კი არ მენდარდები ხა შენ მოკლავენ არ გეუბნები ესე იქნება. მე არა თქვა კაცო რომ არა. შენგან არის ერთი რამე გასაკეთებელი. გარანტირებულად არ გეუბნები რომ ეს გამოგვივა, მაგრამ არის შანსი. რომ შენ საქართველოს ტერიტორიაზე ხელს არ გახსნებ, როგორც გახვალ სხვაგან ევროპაში, სადმე იქ მოგნახავენ. ამ ტერიტორიაზე შენ ხელს არავინ არ გახლებს. როგორც გინდა, თუ გინდა ცაცა გინდა დამიბარო, რავი, რაც გინდათ ის კენ, მე გეუბნები წოდო ხარ. მოკლავე შეუპატრონო. პირდაპირ გეუბნები. არ გაგახარებენ მეთქი გეუბნები, ამას არ გაგიტარებს. ესეთ რამე არ ტარდება, ჯერ არ გაუტარებია, კაცო. რავი, ხან ევროპის ქვეყნებში რავი, ხედავ ხოლმე გაპარტყალებულებს, ხან სხვა გამხედავ ხოლმე გაპარტყალებულებს, შვილო, ხვარჯო, ყლიფანდურა. მოუხადე რუსეთში მაცხოვრებელ ერებს, მოუხადე ბოდიში. პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე არ გეუბნები, თავში გაგიხლია კაცო, რაც გნესქენი. თუმცა გარანტია მაინც არ მაქვს, რომ მაგის რამე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას გარანტიას მაინც არ ვაქვს, რომ ამ ტერიტორიაზე შანამ ამ ტერიტორიაზე იქნები, არავინ არ გიშვი. არ დაიჯერო რომ ვიღაცამ გითხრა შენ დაგმარო, ან სახელმწიფო დაცვა და თუ მოინდომეს ეგ გადაწყვეტილება, თუ მიღებული მიიღეს 48 საათის მერე მოგჭამა ჭირი, საგინდა იქ დაცვა დაიხედე. თუ გინდა ნატოს ჯარი ჩაიხედე დაცვაში, მაინც დაგახ მოთხოვილი მერე. რატო გეუბნები ახლა მაგას? უკიდურესად დაძაბე შენიკ უბრალო ხალხში და უბრალო ხალხშორის ურთიერთობები. ზოგი დაინტერესებული იყო იქა არაწყობდა ქართველი ხალხის და საქართველოსა და რუსეთის ჩაზმაკაცება, განახლება, ესე ვთქვათ, დალაგება სიტუაციის, იქით იქ დიდი ფული იჭრება, იქაც არიან კაცო ეგეთები. და ეს აიტაცეს. აიტაცეს და ატრიალებენ 24 საათი, რავი, სულ მაგას ატრიალებენ. და იქ კომენტარებით, აიკითხეთ, ბიდი, ესეთ რამე არ ხდება ეს ტყუილა. შენმა საქციელმა, შენ ყვანჯო შენა, შენ დებილო პიდარასტო შენ. დედა ბიჭო რა, გაიჩალე ჩავ შტერბა. შენმა საქციელმა ქვეყანა როგორ დააზიანა ეხლა გეტყვი. აფხაზეთის ტერიტორიაზე რაღაცა მოძრაობები იყო დალაგებული რა. მე არ გავხსნი მაინც კარგად, მაგრამ შენ სულ ცოტა გადადე 1-2, რა ვიცი, თუ რამე ეგ თუ გამოსწორდება არ ვიცი. მეორე. შენმა საქციელმა გააფუჭა აი ეს ტვინ არეული ქართველები უკრაინაში რომ მომდნენ და ტყვეთ არიან ჩავარდნილები და გუდერმესის ციხეში რო არიან ამოჭედილები, ყველაფერს ხო არ გეტყვი, შედედა მოთხნულო შენა, შენიც რომ გაგონებაც აღარ უნდა. წარმოდგეთ, შენ ვაფშე აზე ხარ გააკეთე. აი იმათ მშობლებს გასცემ შენ პასუხს. იმათ მშობლებს, აი ტყვეობებში რო არიან და რამდენიც არ აქვს უფლება სახელი და თუმცა ყველა ხვდება რომ არის რუსეთში ადამიანი რომელიც აი ამ საკითხებზე დარბოდა ხან ცხინვალის ციხიდან გამოყავდა პატიმრები ხან იქიდან და დარბის რომ რაღაცა და ძალიან მძიმედ გამოგვდის მაგრამ მაინც რაღაცა იყო შანსები ეხლა ეს შანსიც მოკალი ერთი წუთით შენ თავს დაუსიკითხა რამდენი ჩემზე სიუჟეტი გააკეთე და რამდენი უკრაინიდან ქართველი ჩართვეს ერთხელ მაინც ჩემზე ცუდი უთქვიათ რატო ნეტა რა საინტერესოა შედი დედა მოტყა შენ იქ რო ეხლა იქ რაღაცა მოხდეს შტერო შენ რაც აი მათ მე ხო არ გავჩუმდები კაცო მე ხო ვიტყვი რომ ძმაო გაკეთებული საქმეზე მოსვარა ამ დედა აფეთქებულმა ერთი ამის ვინ დაგელაპარაკება რაც შენ გააკეთე იმის მერე აი რა გააფუჭეს სუკა ეგეთი იცი ამდენი გაკეთებული უკვე ხალხს იქა ყველაფერს რო არ ლაპარაკობ შენ დებილო შენ კიდე გეუბნები პროცესი თუ არ გინდა რომ გაგიფუჭდეს კიდე და კიდე დაიძაბოს გამოდი ბიძია რაღაცა გააქვს თქვენ სოდომისტებს კამერებით ისინი და
რუსეთში მაცხოვრებელ ერებს მოუხადე ბოდიში შენი საქციელის გამო. შენი თუ უსაფრთხოების გამო თორე მე კი არა. თუ კიდე მოუხდი მაგთმია პატრონი, მაგაზები არ ვიდარდო აწი. რაც შეეხება ახლა მოსახლეობას, ეს ჩემგან იცოდე რა. თუ ვინმეს უნდა დედაშენს არ მამაშენს, ჩემზე არ არის პრობლემა, გამოვიდენ და მე დაველაპარაკები უფრო ღიად და უფრო თამამად და უფრო დეტალებს ავუხსნი რა, შტერო შენა. ეხლა რაც შეეხება იმას, რა ზიანი მოიტანა ამ საქციელმა რა. მოკლედ იყო ესეთი შეთანხმება მოსკოვში ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში უნდა 26 მაისს ანთებულიყო ქართული დროშებით. მარტო მოსკოვში არა, ეს იქნებოდა ბელარუსიაში, ხო, ბელარუსიაში, მოსკოვში, პეტერბურგში და ასე შემდეგ რა. ქალაქებში ქართველების საპატივსაცემლოდ ესეთ ადმინისტრაციულ შენებებზე ინთებოდა ქართული დროშებით, რა სიმბოლიკებით და პაზრავლენიებით. და ამის მერე გაფუჭდა, ამის სულით ჩამდგმელი იყო ყველასათვის კარგად ცნობილი მამუკა ფიფია. მე ეს ვიცოდი, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი რამხელა უნამოსობა უნდა ყოფილიყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო იმის მერე, რაც ამ გარეწარმა ეს გააკეთა. ეხლა უყურეთ რამხელა ამას დანიშნულება და ექნებოდა ეს რომ მომხდარიყო. იქ უბრალო ხალხი, მოსახლეობა ხო დაინახავდა და მის თვალში, მის ტვინში უკვე ილეკებოდა, რომ ეს სახელმწიფო მტრულად განწყობილი სახელმწიფო აღარ არის. აი თელი მისია ამის იყო ეს, რომ უბრალო მოსახლეობაში და უფრო პროპაგანდა გაგვეწია საქართველოს სახელმწიფოს როგორც არამტრულად განწყობილი ჩვენი მეზობლების მიმართ. მორჩა და გათავდა კაცო. რა თქმა უნდა, მეც მოუწოდე და ყველა მოუწოდე და თითოეულ მამუკაც ლოგიკური აზროვნების ადამიანია, დათანხმდა ამას და ეს პროექტი ჩავა, ესე ვთქვათ, ნამუსის ხო კაი საქონელია. ეხლა ბოლოს და თავარია რომ ბევრი არ გადაგალოთ საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ მოახდინეთ ერთი განცხადება მაინც ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით. კიდე ერთხელ გელოდებიან და იცით მე რასაც ეხლა ვამბობ. ერთი განცხადება ის რომ რუს ხალხს და რუსეთში მაცხოვრებელ ერებს შეურაცხყოფა მიაყენა თქვენი სახელმწიფოს მოქალაქემ, რაც დიდი აღშფოთება გამოიწვია და სამთავრობო და მინისტრებისა და მინისტრების მოადგილეებსა და კავკასიელ ხალხში ხალხს უსმევ. ეგ არის მთავარი. მე მგონი ერთი განცხადება საჭიროა. სულ ცოტა წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამას აღეთქვავენ, როგორც ეთანხმებით ამ აქციას, ამ მარაზმს და შესაბამისად მანქანად ჩაერთობა. კარგად იყავით. ყველა მიხვდა ახლა ხელისუფლებაში და ის დებილით კიდე ერთხელ მოუწოდებ იმ დებილს. შენივე უსაფრთხოებისთვის გააკეთე ის რაც გითხარი. მერე გვიან იქნება სურობოდიშები იხადო. ესეთი რამე ჯერ არ გატარებულა. ფაქტი არ არსებობს. ერთ ფაქტსაც მე არ გეუბნები დროშის დაწვა, ეს პოლიტიკური ხოდებია ეგ მოსული. იმინა ეს აქციელის გამო შენ მიაყენე უკვე ხალხს შეურაცხყოფა და ესე აღითქმევა იქ. დაეთანხმე, არ დაეთანხმა ქართველი რაც გინდათ თავზე დადაკით თუ გინდათ. არ გაგიტარებენ დღეს ხვალ, როცა აი ძალიან რომ მოდუნდები, მაშინ ჩაგიტარებენ კონცერტს რა. რავი, არ გიპოვონ სადღაც დანაწევრებული ჩემო კარგო. მართლა ფალოსი პირში გარჭობილი. იფიქრე, თუ გამოსვლა გინდა ჩემზე, არც ეგ არ არის პრობლემა, გამოდი ჩემზე, დეტალურად აგიხსნი როგორ აგაქვს საქმე. როგორ მძიმედ აგაქვს საქმე რა. კარგად იყავით, კიდევ ერთხელ გილოცავთ 26 მაისს. ვისაც გინდათ მიიღეთ ეს მილოცვა.